დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ აღდგომის დიდებულ და ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც ჩვენს გულში ბადებს სიხარულს და იმედს მომავლისა, იმედს უკვდავებისა, იმედს მარადისობასთან თანაზიარებისა. რამე თუ ქრისტემ დაამარცხა სიკვდილი, შემუსრა ჯოჯოხეთი და ყველა მორწმუნე ადამიანს ანიჭებს ამ სიხარულს და მარადისობას განუმზადებს. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილში მაცხოვრის სიტყვებს იმეორებს წმინდა წერილი, რომ ნეტარ არიან, რომელთაც არ უხილავთ ღმერთი, მაგრამ რწმენეს მათიო და აი ჩვენც 21 საუკუნის ქრისტიანენი ნეტარები ვართ. ნეტარები, რამე თუ ღმერთი ჩვენთან ახლოსაა, რამე თუ ღმერთს ჩვენთვისაც გამზადებული აქვს ცათა სასუფეველი და მარადიული სიხარული. და დღევანდელი დღის სიხარულს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამძაფრებს და დიდებულს ხდის ხსენება 6000-თა მოწამეთა ბერთა დავეთ გარეჯის უდაბნოში მოწყვეტილთა, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, რამე თუ ამ დღეს ათონის მთაზე იდღესასწაულება წმინდა ხატის ზეიმი და ხდება მისი გამოსვენება მონასტრიდან და ლიტანიობა ამ წმინდა ხატის, რომელიც ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის აღთქმისაებრ, რომ ის არის ფარველი ივერიისა, მიბრძანდა ქართველთა მონასტერში და იყო ფარველად ქართველთა მონასტრისა. და მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ქალაქ გორში ვზეიმობთ ოქონის ხატის დღესასწაულს, ოქონობას და რამოდენიმე არის ეს ხატი ოქონის, სხვადასხვა არის მაცხოვრის, არის ღვთისმშობლის და არის ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის ოქონის საწინამძღვრო ხატი და რითაა ეს მისი მნიშვნელობა ხაზგასმული არის იმით, არა მხოლოდ ისტორიით, არამედ იმ სიწმინდეებით, რომელიც არის ამ ხატში ჩაბრძანებული და ეს სიწმინდეები არის მაცხოვრის სისხლი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმა, იოანე ნათლისმცემელის კბილი, წმინდა მოციქულების ნაწილები წმინდა მღვდელმთავრებისა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა, იოანე ოქროპირისა, ნაწილები მოწამეების, ღირსთა და ღმერთშემოსილი დიდი მამების. და რა თქმა უნდა, წუხვართ, რომ ეს სიწმინდეები მოკლებული ვართ ჩვენ ამ სიწმინდეების თაყვანისცემას, რამე თუ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არის დაბრძანებული ეს ხატი, მაგრამ გარდა ამისა მინდა იმასაც
გაუსვა ხაზი, რომ მრავალი წმინდა ნაწილი, რომელიც იქნა გატანილი ბოლშევიკური მმართველობის დროს ტაძრებიდან, დღესაც არიან საქართველოს მუზეუმებში. და თუ ჩვენ საუბრობთ შეიძლება კულტურულ მემკვიდრეობაზე, ხატზე, ჯვარზე, ნაქარგობაზე, ხელნაწერზე და ასე შემდეგ და მათ ჭირდებათ სპეციალური პირობები შესანახად, მაშინ სიწმინდეებს რაღა პირობები ჭირდება მუზეუმში? რომელი კლიმატური პირობები ჭირდება, მაცივარი ჭირდება, თუ რა ჭირდებათ? ეს წმინდა ნაწილები არიან იმისათვის, რომ მათ მიეგოს პატივი და თაყვანისცემა, რამე თუ წმინდანები არიან ჩვენი მეოხი წინაშე ღვთისა და მათ ღვთისაგან მიემადლად სული წმინდის მადლი, მაკურნებელი, გამწმენდელი, სასწაულთ მოქმედი და მათ მივეახლებით ჩვენ და შევთხოვთ ჩვენს წუხარებას, დარდს, გაჭირვებას თუ სიხარულს და მადლიერებას მოვახსენებთ. რა თქმა უნდა, წმინდა ხატებსაც იგივე თაყვანისცემა ეკუთვნის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ხატს ჭირდება რაღაც სპეციალური დაცვის პირობები, მაშინ წმინდა ნაწილებს რაღა ჭირდება, რატომ არ ხდება მათი გადმოცემა ეკლესიისთვის? ალბათ ამაზე უნდა დაფიქრდეს სამუზეუმო საზოგადოება და შესაბამისი სტრუქტურები, რომ ეს სიწმინდეები არ იყვნენ შესაბამისი პატივისცემისა და ლოცვის, რაც მთავარია, ლოცვის გარეშე და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მათთან მიახლებისა არა მხოლოდ საგანგებო დღეებში, არამედ ყოველთვის. და აბით ჩვენ გამოვასწორებთ იმ უღმერთო და ღვთისმბრძოლი პერიოდის შედეგებს, აზროვნებას, სულიერ მდგომარეობას, რომელიც მინდა ვთქვა, რომ დღევანდელ დღემდე მოქმედებს ჩვენში. მოქმედებს, ზოგადად მოქმედებს კაცობრიობაში. სული ღვთის უარყოფისა, არა რელიგიურობისა და ერთი მცირე ნაბიჯი, რომელიც ღვთის მადლითა და წყალობით გადავდგით ყველამ ერთად, გორელებმა, მორწმუნე ადამიანებმა,
თუ ქალაქის მოქალაქე მკვიდრებმა არის აი ამ ტაძრის აგება. განახლება ოქონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა. ჩვენ მოვიხსენეთ წირვაზე და თქვენ გაიგებდით სახელებს დეკანოზებისა, ლევანის, ალექსის, მღვდელი ალექსანდრეს, პატრიარქი კირიონის. ეს სასულიერო პირები ყველანი მსახურობდნენ ამ ტაძარში. არა მხოლოდ კათოლიკოს პატრიარქი კირიონი, არამედ კათოლიკოს პატრიარქი ალექსანდრე, ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე, გაბრიელ ქიქოძე, ეპისკოპოსი ტარასი, და სხვა კიდევ მრავალი მთავარეპისკოპოსი ქართლისა, ევდემოზი, დოსითე, პაისი და ასე შემდეგ. კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი და სხვანი, რომლებიც ეპისკოპოსობის თუ მღვდლად ყოფნის დროს ოქონის წმინდა ტაძარში აღავლენდნენ მსახურებას. და ჟამმა მოიტანა ის, რომ სამწუხაროდ ისევე სხვა არავინ არ იქნებოდა მოსული იმ დროს 30-იან წლებს გულისხმობ, ისევ აქაური კვიდრების ხელით იქნა დანგრეული ეს ტაძარი. და ღვთის მადლმა და წყალობამ ინება, რომ ისევ გორელების ხელით აღდგა. და ისტორია გრძელდება ძვირფასო ძმანო და დანო. ჩვენ მოვიხსენეთ მიქაელ ხობლიანიძე, რომლის სულის მოსახსენებლადაც მისმა ოჯახმა, ბატონ დავით ხობლიანიძის ოჯახმა ამ ტაძრის აგებას მოკიდა ხელი. და ეს უკვე ახალი ისტორია, მაგრამ ეს ისტორია არის, ჩვენი ისტორია, ძვირფასო ძმანო და დანო. ისტორია ჩვენი წინაპრებისა, ისტორია თანამედროვე გორელების, ისტორია ჩვენი ერისა და ქვეყნის. და რა თქმა უნდა, ისტორია შედგება სასიკეთო და საამაყო ფურცლებისთანაც და იმ გვერდებიდანაც, რომელიც არც ისე მოსაწონი არის და ზოგჯერ ერის გადაგვარების და
სასირცხვილო საქმეების მაჩვენებელია, მაგრამ ისტორიას წარმოადგენს. დეკანოზები, რომელიც ვახსენეთ და სასულიერო პირები ლევანი, ალექსანდრე, ალექსი, პლაშაძეები, რომლებიც მსახურობდნენ ამ ტაძარში, ზოგი იყო მოკლული, ზოგი კიდე ძალად გაკრეჭილი. ვინ გააკეთა ისევ ჩვენმა წინაპარმა, ჩვენმა მოქალაქემ. და ამგვარად ძვირფასო ძბანო და დანო ჩვენ დღევანდელ საქართველოს შვილებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი დროის საქართველოს ისტორიის ფურცლები იყოს უკეთესი, იყოს კარგი. ამაზეც უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ. და მხოლოდ აი საკუთარზე კი ნოვიფიქრებთ, აი რაღაც მე მაქვს ეს გასაკეთებელი, ის უნდა გავაკეთო, ასე უნდა მოვაწყო, ისე უნდა მოვაწყო. შევხედოთ ჩვენს ქმედებებს უფრო შორეული, გრძელვადიანი პერსპექტივის ხედვით. რამე თუ ჩვენ თვითონაც, როგორც აღვნიშნებ, ჩვენ ვართ მოწოდებული მარადისობისასკენ, მარადისობისათვის და არაფერი არ არის 80, 100 თუ 120 წელი ამ ქვეყნიური ცხოვრებისა მარადისობასთან მიმართებაში. და აი ჩვენ ქმედებებსაც ასე შევხედოთ, რომ ჩვენი ქმედებები უნდა გადავიდეს ჩვენთან ერთად, როგორც საქმე კეთილი, საქმე სულისათვის, სასარგებლო, საქმე მოყვასისათვის, სასიკეთო, უნდა გადავიდეს მარადისობაში. აი ამგვარად შევხედოთ ჩვენს დღევანდელ ცხოვრებას, ჩვენს ყოფნას დღევანდელობაში, აი დღევანდელ დღეს, ერთ დღეს. ასე უყუროთ საკუთარ თავს, ძვირფასო ძმანო და დანო. და მაშინ მივხვდებით, რომ ჩვენი ყოფა არ არის შეზღუდული. მხოლოდ დროებითი შეზღუდვა გვაქვს ჩვენ ამ წუთის სოფელში. მაგრამ ეს დროებითი შეზღუდვაც ხრება თუ ჩვენ მარადისობასთან საკუთარ თავს ვაიგივებთ და ვაერთიანებთ. და წამს, რომ ეს ტაძარი ისე როგორც გორელების წინაპრების მიერ აშენებული ოქონის ტაძარი ადრინდელი საუკუნეებს, რომელმაც გაუძლო საუკუნეებს და იყო სიწმინდე ამ ქალაქისათვის, ეს ტაძარიც საუკუნეების მანძილზე იქნება და მომავალ თაობებს შეახსენებს უპირველეს ყოვლისა
ღვთისაგან ბოძებულ მარადისობასა და სიკეთეს, შეახსენებს ისტორიას, საკუთარი ქალაქის თუ გვარის შეახსენებს საქართველოს წარსულსა და აფიქრებინებს მის მომავალზეც. აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ყველამ ერთად გავწიოთ შრომა ღვთის სადიდებელად ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ და ერთმანეთის გასახარებლად. მინდა ასევე დღევანდელ დღეს ოქონობის დღესასწაულზე დავლოცო შთამომავლები დეკანოზების ლევანისა და ალექსის, ძველი ალექსანდრეს ტლაშაძეების, რომელთაც მოაბრძანეს საგანგებოდ შექმნეს ხატი მაცხოვრისა ამ ტაძრისათვის და დღეს იმყოფებიან ოქონის ტაძარში. შეგეწიოთ თქვენი წინაპრების მეოხება და ლოცვა და თქვენს შთამომავლობას გაეგრძელებინოს მათი გზა, გაეგრძელებინოს ჩვენი ქვეყნის ისტორია და აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენი ზეციური მფარველების მეოხებით მათი მადლითა და ძალით ინებოს ღმერთმა ქართველთა ერის დღეგრძელობა, ქართველთა ერის გახარება და ღმერთთან ყოფნა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.